მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, გრძელდება სერია, რომელიც, ასე ვთქვათ, პოდკასტების სერია, რომელსაც აორგანიზებს პენცენტრი. წინა გადაცემაში მე გახდით ამ პოდკასტების სერიის სტუმარი, დათა თავაძესთან ერთად და ესე იგი, როგორც ეს ფორმატი გვარნახობს, ახლა მე გავხდი წამყვანი და შემდეგ უკვე ჩვენ სტუმარს, ნინო გოგუას მოუწევს, რომ იგივე პოდკასტი გააკეთოს მის მიერ შერჩეულ სხვა სტუმართან. ნინო გოგუ არის ჩვენი სტუმარი, როგორც უკვე აღნიშნე. ნინო არის კინოდოკუმენტალისტი და ასევე აქტიური წევრი გარემოს დაცვითი მოძრაობების. განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ ახლანდელი მოძრაობა, ბალდის კანიონის მცველები და ეს ბალდის კანიონის გადარჩენისთვის და კიდევ არაერთი, ერთ-ერთი ჩემთვის ასევე ყურადსაღები მოძრაობა იყო რიონის ხეობის მოძრაობა, რომელიც ჯერ ნამახვან ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებოდა და შემდეგ რაჭის ტყეების გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა და ორივე შემთხვევაში გაბარჯვებას მიაღწია. ძალიან საინტერესოა მთელი ეს მოვლენათა წყება, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენს ქვეყანაში ახლა ბევრი რამ იცვლება, ჩვენი საზოგადოება განიცდის გარკვეული სახის რეპრესიებს, ავტორიტარიზმი ძლიერდება, როგორც იტყვიან დემოკრატია საფრთხეშია და აი ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო საინტერესო ხდება დაკვირვება, დავარქვათ ამას, აი რაღაცა, ესე იგი, ქვემოდან მოსახლეობის უმრავლესობიდან წამოსულ მოძრაობებზე და იმაზე თუ როგორ აისახება ავტორიტარიზმი, ავტორიტარული ტენდენციები, ესე იგი, სწორედ აი ამ საერთო სახალხო საკითხებზე. ჩვენთვის ხო ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში, რომ დავადგინოთ. ჩვენთვის ეს ბრძოლა მხოლოდ არ არის, მოკლედ აი შესავალს ამით დავასრულებ. ჩვენთვის ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ევროკავშირსა და ესე იგი დასავლეთისკენ მივდივართ თუ აღმოსავლეთისკენ მივდივართ თუ ჩრდილოეთისკენ მივდივართ. ჩვენთვის ეს ასე არ არის. ჩვენთვის ეს ბრძოლა მათ შორის არ გადის რაღაცა რომელიმე კონკრეტულ კანონზე, ან მხოლოდ იმაზე, ვთქვათ, ერთი პარტია უნდა იყოს თუ მეორე პარტია უნდა იყოს. აქ ჩვენ პარტიები საერთოდ არ გვაინტერესებს, მაგრამ აი თუნდაც ესე რომ კოალიციური მართლობა უნდა იყოს თუ არა. ჩვენთვის ეს ყველაფერი ბევრად უფრო ღრმად პრობლემური საკითხია და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოსადეგი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ზრდადი ძალაუფლება, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური, საბოლოო ჯამში იწვევს ფართო მასების ექსპლუატაციას, გარემოს და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, განადგურებას და თუ ეს ავტორიტარიზმი იქნება ძლიერი, თუნდაც ფორმალური დემოკრატია თუ არ იქნება შენარჩუნებული, ნაკლები ადამიანი იქნება იმისათვის, რომ ესეთი რამ ამხილოს გააპროტესტოს, ყველას დაუძახებინაც და ყველას აგენს. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. ხა მინდა სწორედ ამიტომ მოგიწვიეთო, შენთან ვიმსჯელოთ ამაზე, იმიტომ რომ შენ ამ საკითხებს ძალიან კარგად იცნობ. მაგრამ სანამ კონკრეტულად ამ მსჯელობაზე გადავალთ, აი კიდევ ერთხელ ჩაიკითხები ამას, რა გავლენა აქვს და ასე შემდეგ, მანამდე მაინტერესებს ახლა აი კონკრეტულად ახლანდელ მიმდინარე პროცესზე, რომელიც მთელი ამ ვაქხანალიის პარალელურად ბალდაში გრძელდება, თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად, რა ხდება, ასე ვთქვათ, როგორი სიტუაციაა ბალდაში, სოფელ ბალდაში, მარტვილში და როგორ დაიწყო საერთოდ ეს პროცესი. მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ თემებზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით, ჩემი თანამებრძოლების გამოცდილებით, ის რაც ხდება ბუნებრივი რესურსების მართვის პოლიტიკის გამო საქართველოს რეგიონებში და უფრო პირდაპირ ვთქვათ, რა პროცესებით და როგორ გვართმევენ საარსებო გარემოს და იმას, რაც გვიყვარს, მთას, წყალს, მდინარეს, ტბას, აი ამ პოლიტიკაში ძალიან კარგად იკითხებოდა ჯერ კიდე წლების წინ თუ საით მიდიოდა ქართული ოცნება და როგორი ავტორიტარული გახდებოდა ის აუცილებლად უკვე ურბანულ ცენტრებშიც, მაგალითად როგორც არის თბილისი, ხო ან დიდი ქალაქები. და რასაც სამწუხაროდ თბილისის მოსახლეობა ჩემი დაკვირვებით ძალიან იშვიათად ან ძალიან გვიან დავინახავთ ხოლმე. შეიძლება იმის გამოც, რომ ბუნებრივი რესურსები, რომელიც მიტაცებული, წართმეული და კორუფციული გზით დარიგებული არის სახელისუფლებო წრეების, მათი საძმაკაცოების და სადაქალოების წევრებისადმი მიცემულია და წართმეული არის მოსახლეობისთვის. აი ეს პროცესები შეიძლება ვიზუალურად შორი არის, ერთის მხრივ ამით გავამართლოთ, რომ აი არ ვიცით რა ხდება ქალაქში, რო ცხოვრობ, არ იცი როგორ
სადღაც რეგიონში გასხვისდება მდინარე, ჩანჩქერი თუ ტბა, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს იმის გამოც რომ ამ თემებზე ხშირად ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ჩვენი წუხილების სპექტრში რაღაცად ვერ ხვდება, ან ზოგჯერ როცა ხვდება, ვერ ვაანალიზებთ თითქოს რასთან გვაქვს საქმე. ბალდაში მოხდა ასეთი რამე, რომ 2022 წელს ბალდის კანიონი, რომელიც არის ბუნების ძეგლი, არის დაცული ტერიტორია სტატუსით და შეტანილია როგორც ადგილობრივ ქართულ, ასე საერთაშორისო ნუსხაში, ხელშეუხებელი ველური ბუნების, აღმოჩნდა, რომ არის გაიჯარებული. და გაიჯარებული არის მოსახლეობისგან მალულად და ამას ავხსნი, რას გულისხმობ, და გაიჯარებული არის კორუფციული სქემით. და ამასაც ავხსნით. მოსახლეობისგან მალულად გაიჯარდა იმ თვალსაზრისით, რომ 2022 წელს და 2023 წელს, სწორად 2023 წელს მოსახლეობამ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ კანიონის გარშემო კეთდება ღობე, დაიდგა დაცვის ჩიხური და ძალიან ლოგიკურად გაჩნდა კითხვები, რომ ნეტა რა ხდება, მაგრამ მაშინ როგორც ისინი თავად ყვებიან, ყველას ეგონა, რომ რამდენადაც ეს დაცული ტერიტორიაა და დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგებს ამ კანიონს და კიდევ იქ დიდ ტერიტორიას, ხეობის ზემოთ და ქვემოთ, იფიქრეს, რომ რა კარგია, როგორც იქნა გვეღირსა კანიონის ამ ყველაზე ლამაზ, ყველაზე ხელშეუხებელ და უნიკალურ ადგილას ადვილი საფეხმავლო ბილიკი. ეს ჩასასვლელით გაგვიკეთებენ. იმიტომ რომ ამის შესახებ მოსახლეობას ბევრი წლის ადრე ქონდა განაცხადი თხოვნით მიმართული სააგენტოსთვის, იქ ვინც არ არის ნამყოფი და იმედი მაქვს, რომ ჩამოხვალთ ბალდაში და თქვენი თვალით ნახავთ, ეს არის ძალიან უნიკალური ხეობა, კლდოვანი კალაპოტით, რომელზეც არის ამოსული ძალიან რაღაცა ხავსი, ჩვენ რო გვაქვს გამოთქმა, რომ ხავს ეჭიდებოდაო ადამიანი, ამ ხეობაში მართლა ხავს არის მოჭიდებული ძალიან მაღალი ხეები. და ამ კლდეებს და ქვებს შორის აქვთ ფესვები გადგმული და ისეთი ლანდშაფტია, რომ ყველა მხრიდან ადვილად ვერ მიუდგები. მოსახლეობა ჩადიოდა ამ კანიონში რამდენიმე ადგილიდან, მაგრამ ყველა მათგანი ხელი შევლება საჭიროებდა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დაცული ტერიტორია იყო, მოსახლეობას არ ჰქონდა უფლება და ეს მათთვის იყო განმარტებული, რომ ქვაც კი გადაეადგილებინა. ხა მე ვციტირებ ადგილობრივ მოსახლეობას ბალდელებს, რომელსაც ასე უპასუხეს, რომ ბილიკი თუ რამეა გასაკეთებელი ჩვენ გავაკეთებთ, თქვენ არ შეეხოთ, იმიტომ რომ ეს დაცული ტერიტორიაა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს და აი ნუ რაღაცა თქვენ შეიძლება დააზიანოთ. და აი ეს როცა შემოღობა დაინახა მოსახლეობამ კანიონს, იფიქრეს, რომ ალბათ დაცული ტერიტორიები აკეთებენ, ხა სხვა ვინ გააკეთებს და ალბათ აკეთებენ ამ ჩასასვლელს და აქედან მარტივად ჩავალთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაცული ტერიტორიები არათუ არ აკეთებს და არ ზრუნავს ამ ძეგლზე, არამედ მან ეს ძეგლი გააიჯარა 40 წლით, მიჰყიდა კერძო კომპანიას იმისათვის, რომ ამ კლდოვან კალაპოტში ჩამონტაჟდეს როლერის ატრაქცია. ეს არის, რომ წარმოვიდგინოთ, კაბინა, რომელიც ეკიდება რეილსზე, რომელიც იქნება გაჭიმული კანიონის თავზე, და დამაგრებული იქნება, ხა ეს რეილსი ჰაერში ხო ვერ იქნება, უნდა შემაგრდეს ამ კლდეებში ბეტონით, იმიტომ ეს კლდეები უნდა დაიხრიტოს, უნდა დაიტროსოს, ამან უნდა დაიჭიროს ბილიკი, რომელზეც კიდია კაბინა, რომელშიც ის მე მგონი 4-მდე ადამიანი, ეს დეტალებია, მაგრამ ნუ ესეთი პატარა კაბინა, აქ ჯდება ტურისტი და დაახლოებით 40 წამის განმავლობაში მისრიალებს კალაპოტში. 40 წამის. დაახლოებით 40 წამის განმავლობაში. თვითონ ამ ბილიკის სიგრძე არის 350 მეტრი. და ამ 350 მეტრიდან, ამ ფაქტიდან მოდის კომპანიის დასახელება კანიონი 350, რომელმაც მიიღო ბალდის კანიონი 40 წლით. ხა ამ კომპანიაზე რო ვთქვათ, საერთოდ როგორ გაჩნდა ეს კომპანია და ესე იგი პირველივე ჩახედვიდან, აი ძალიან ზედაპირულად რომ შევხედოთ ამ დოკუმენტაციას, თუ როგორ გაიჯარდა, რა პროცესი გაიარა გაიჯარებისა კანიონმა, აი პირველივე წამიდან, პირველივე გვერდიდან ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვები და რაღაცა შფოთის განცდა. იმიტომ რომ აი თქვათ ანუ ეხლა გადავდივართ იმ ნაწილზე, რომ
რატომ არ იცოდა ამ ხო, ერთი რომ აქამდე. კი ბატონო, ერთი რომ ნახეთ, ხა თუ სად ხდება ისე რომ მართლა ვიღაცა არ ვიცი მე რო გიგა შენთვის რამე კარგს ვაკეთებდე, მე შენ დაგიმალო ეს ამბავი, არც ნუ არა თუ არ გკითხო რა გჭირდება. არამედ ნუ კაი მე გენიოსი ვარ შენზე ბევრად და გადავწყვიტო რომ რაღაცა კონკრეტული გჭირდება. მე ამის შესახებ არ გაგაგებინო და არა მარტო არ გაგაგებინო, მიზანმიმართულად დაგიმალო. თუ კარგი რამე კეთდება, მე მოვალ ბუნებრივად ესე იგი შენ უნდა წესით მოხვიდე ჩემთან და უნდა მახარო ეს, ან დამამადლო კიდეც. რაღაცა მანამდე უნდა აი რას გავაკეთებ მე თქვენთვის. და ნუ როგორც ხედავთ ახლა ხო ვიცით რა ქართული ოცნება დამადლებას არ გვამადლის ხოლმე ხარ მართლა როცა რაღაცა კეთდება, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში აი ამას მინდა ხაზი გავუსვარო, ეს არ არის უბრალოდ ის რომ შენ გინდოდა გაგეგო და ვერ გაიგე. ეს არის მიზანმიმართულად დამალვა ინფორმაციის. და მე უკვე ჩვენ ახლა ამ დროს ანუ აუქციონი გამოცხადდა. აუქციონი გამოცხადდა დაჩქარებული წესი, რათა ორ კვირაში დაიხურა აუქციონი. ოღონდ ნახეთ რა არის საინტერესო აუქციონი რომ გამოცხადდა გამოცხადებიდან 3 დღის შემდეგ იქმნება კომპანია კანიონი 350 რომელიც როგორც გითხარით, ზუსტად მოჭრილია რა ამ პროექტზე. იმიტომ რომ სახელიც კი აქვს ზუსტად ანუ რეფერენსად აქვს აღებული ამ კონკრეტულად ამ პროექტისთვის შექმნილი კომპანია, კონკრეტულად ამ აუქციონისთვის, ან ეს აუქციონი არის შექმნილი ამ კომპანიისთვის და ასე შემდეგ. ზუსტად ეგ არის. ეს კლასიკური ისტორია. ვარაუდი რა თქმა უნდა, თუმცა საკმაოდ საფუძვლიანი. ესე იგი, იქნება კანიონი 350, 7 დღეში ის უკონკურენტოდ იგებს აუქციონს. და ჩვენ მალევე აღმოვაჩენთ, რომ კომპანიას ყავს ორი მსხვილი მეწილე. ყველაზე დიდი წილის მფლობელი 40%-იანი წილის მფლობელი არის ვალერიან მჭედლიძე. ამ დროისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი დირექტორი. ხა ამას რო ჩავხედოთ რას ნიშნავს. დაცული ტერიტორიების სააგენტო არის ინსტიტუცია, სტრუქტურა, რომელსაც აქვს ერთპიროვნული მართვის უფლება დაცული ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების. ეს არის სტრუქტურა, რომელმაც გაიტანა აუქციონზე ბალდის კანიონი. ანუ თან ეს არის სტრუქტურა, რომელიც არის მაკონტროლებელი, ხო? დიახ, არის ერთპიროვნული მაკონტროლებელი. ანუ სტრუქტურა, რომელსაც აბარია ძეგლი, გადაწყვეტს, რომ გაიტანოს აუქციონზე ძეგლი, რომელსაც აუქციონის გზით იგებს ადამიანი, რომელიც არის მაგ დროისათვის ყოფილი დირექტორი უწყებისა, რომელმაც ძეგლი გაიტანა აუქციონზე. ანუ რა გამოდის, რომ ვალერიან მჭედლიძე არის თანამდებობაზე, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩნდება იდეა ბალტის კანიონის გაიჯარების და შიგნით ბეტონის ჩასხმისა და როლერის ატრაქციის მოწყობის. იწყება მოკვლევა და მე ამას კვლევას ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ გარემო სტატუსთან სოციალური კუთხით არნაირი კვლევა არ ჩატარებულა და ცხადდება აუქციონი და აუქციონში იმარჯვებს ისევ ვალერიან მჭედლიძის კომპანია. და მასთან ერთად მეორე მეწილე, რომელიც არის მამუკა მერკულაძე და გიორგი მერკულაძე. მამუკა მერკულაძე არის მოგვიანებით მალევე დაინიშნა სხვათა შორის რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად, ანუ ფაქტობრივად ელჩად საქართველოსი რუსეთში. და აი ეს კომპანია, რომელიც მათ ბევრი კომპანია აქვთ ერთად და ოპერირებენ დაცულ ძეგლებზე. და აკეთებენ როლერს რაღაცა ზიპლაინებს და ასე შემდეგ, აი ბევრი ბუნების ძეგლზეც ხდება ამ ტიპის ინფრასტრუქტურა, არის ერთი და იგივე კომპანიის, ერთი და იგივე ჯგუფის საძმაკაცოს მე ვიტყოდი გაკეთებული. აი ამ საძმაკაცოსთან ერთად უკვე ვალერიან მჭედლიძე, ანუ დაცულ ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ერთად იღებენ 40 წლით ბალდის კანიონს. და იღებენ იმისთვის, რომ აქ აწარმოონ კომერციული საქმიანობა. და ეხლა ეს მინდა რომ შევეცადო რომ მოკლე დავხსნა, რომ ერთი იმას ვიტყვი, რომ ესე იგი ვალერიან მჭედლიძე ჩვენ ახლა რამდენადაც ჩვენ შეგვეძლო ახლა რაღაცა სამოქალაქო რესურსებით, გამოვარკვიეთ და რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც გაკეთდა, მათ შორის მთის ამბების, გამოირკვა რომ ვალერიან მჭედლიძეს და მის ოჯახს, ანუ მის ცოლს, მის დედას
ოფიციალურად ესე ლეგალურად მათი სახელები ფიგურირებს უამრავ სხვა ბუნების ძეგლზე. განსაკუთრებით იმ ძეგლებზე, რომელიც არის დასავლეთ საქართველოში. ეს არის კანიონები, ჩანჩქერები, ეს არის მღვიმეები. ანუ ჩვენ ვართ ახლა ფაქტის წინაშე, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირის ოჯახი აღმოჩნდება, რომ სრულიად შემთხვევით და როგორ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, რომ ფლობს დიდ წილებს და მნიშვნელოვან წილებს იმ ტერიტორიებზე, რომელიც იმ უწყებამ გაიჯარა, რომელშიც ეს კაცი მუშაობდა. ამის გამო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აჩენს ცალსახად ეჭვებს და საბაბს და მიზეზს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ კორუფციული სქემისა და გამოვლინდეს როგორ რატომ მაინც და მაინც რატომ როლერის ატრაქცია ის ხო უნდა ეს დასასმელი კითხვაა ხო? ხა ბევრი ბუნების ძეგლი არის საქართველოში, სადაც თუ რამე არის გასაკეთებელი, პირველ რიგში მსჯელობა უნდა უძღოდეს, ხო, ამ საკითხს. რა კეთდება ეს, ხო უნდა რაღაცა ორმა სპეციალისტმა მაინც ხო უნდა რაღაცა ვერსიები განიხილოს, ხო? და ეს მაგათად ბალდის კანიონის შემთხვევაში ესაც კი არ არსებობს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ალტერნატივების კვლევა ახლდეს ნებისმიერ პროექტს. მაგათად ჩვენ კანიონში უნდა ჩავდოთ ნავი თუ უნდა გავაკეთოთ როლერი თუ ზიპლაინი, ამას რაღაცა ორი წინადადება ლოგიკურად გადაბმული ხო უნდა ახლდეს წინ, რატო ის და რატო არა ეს. რატო არ გამოდის მაგალითად ის სხვა რომელიმე, ან აი გვაქვს ორი ვარიანტი და ეს აირჩა, იმიტომ რომ აი რაღაცის გამო ხო? ეს ამის გამო ჯობია. 350-ს რო არქმევ, ესე იგი აქ მოიფიქრე უკვე თავიდანვე ეს და ესე უნდა მოვაწყო ეს. ანუ აქ ესე იგი კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, არის რამდენიმე ძირითადი პრობლემა. რამდენიმე რამ რაზეც წესით საზოგადოება, ნორმალური საზოგადოება უნდა გაბრაზდეს, იმისათვის რომ ხვალ და ზოგადად რა ნორმალურად რომ იცხოვროს წესით ეს საზოგადოება უნდა ბრაზდებოდეს იმაზე, რომ ბუნების ძეგლს დავარქვათ ამას რა ბუნებას რა საფრთხე ექმნება იმით რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ რაღაცა საკატაო უნდა გააკეთოს იქ ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი გათვლის გარეშე თუ რასარგებლს მოიტანს, ანუ ბუნება ზიანდება აშკარად, როდესაც ულამაზეს კანიონში უნდა ჩაიჭედოს რაღაცა რკინის კონსტრუქციები. მეორე არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ქონდა საერთო საკუთრება და აღარ აქვს საერთო საკუთრება. მესამე არის ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცოდა, რომ საერთო საკუთრება ან უნდა გადასულიყო კერძო საკუთრება, არავის მასთან არ გაუგლია და არ ყოფილა რაიმე ტიპის სამართლიანი აუქციონი და მეოთხე ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება კონკრეტული ჯგუფების, ამ ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეებთან რაღაცა კორუფციულ გარიგებებში შესვლით და სარგებლობს, ასე თქვათ, რაღაცა ზოგჯერ რომელიღაცა დიდ კაპიტალთან, ზოგჯერ რომელიღაცა თუნდაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები და ისინი ითვისებენ კორუფციულად თავიანთ გავლენის წევრებზე, თავიანთ როგორც შენახსენე ინფრასტრუქტურაზე, რა ძალაუფლების ინფრასტრუქტურაში განთავსებულ სხვადასხვა ფიგურებზე ანაწილებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ნაჩუქარ იმ სილამაზეს, რომელსაც ჩვენ ასე ვამაყობთ. ეს და ჩემი აზრით ეს უფრო ზოგადი საკითხიც არის. კი, აი, როდესაც ვლაპარაკობთ მოსახლეობის ჩაურთველობის საკითხზე რა. ბალდის შემთხვევაში მიზეზი რის გამოც და არა მარტო ბალდის შემთხვევაში ყველგან ეგრე ხდება სინამდვილეში, რომ მიზეზი რის გამოც მალავენ ხოლმე, არა თუ არ ჩართავენ ხოლმე, არამედ მოსახლეობას არამედ უმალავენ ხოლმე მოსახლეობას ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, არის სინამდვილეში შიში, რომ ამ ხალხმა რომ გაიგოს ეს წინასწარ. მართლა რომ დაუძახო რაღაცა მართლა შინაარსობრივ იმაზე, განხილვაზე ის ცხადად იქვე გამოხატოს, რომ წინააღმდეგია. კი. ამიტომ მოდი არ გავაგებინოთ და მოდი აი რომ დავიწყებთ და ფაქტის წინაშე რომ დავაყენებთ და იქ ლეგალურად იქ საბუთებით რაღაცებს გავმართავთ და ამ ღობესაც და დაცვასაც და პოლიციასაც როზე დავაყენებთ, მოდი იქნება და ეს ხალხი შეშინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ხშირად ჩვენთან ბოლო დროს ნაკლებად, მაგრამ ხშირად ვაწყდებით ამ ფიქრს რა, რომ არ გაგვივა, ისინი დიდები არიან.
მათ აქვთ ძალაუფლება ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ამ ხელაფულის ადამიანია და ხა ჩვენ როგორ ვერ დავიბრუნებთ რა ამ ძეგლს. იმიტომ რომ ისინი არიან ყველანი და ჩვენ ვართ არავინ. ჩვენ ვართ სუსტები. და ამაზე არის ხოლმე გათვლა. სინამდვილეში რომ ხალხი ვერ მობილიზდება, ვერ გაერთიანდება და ვერ დაიწყებს რა, ვერ გაწევს ამ წინააღმდეგობას. და ეხა ის რომ ეს ბალდის შემთხვევაში ეს მართლაც იყო რეალური შფოთის საგანი ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც არ გააცხადეს ეს პროექტი, ეს რომ რეალური იყო, აი ეს დაადასტურა იმან თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ გაიგო ბალდის კანიონის დაკარგვის შესახებ. ხო, ჩვენ ამ საუბარს როცა ვწერთ, 460 დღე არის გასული, რაც მთელი სოფელი მორიგეობს საპროტესტო კარავში. ეს კარავი არის დადგმული ბალდის კანიონთან და ეს კარავი არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კანიონი ყოველდღიურად არ ბეტონდება, არ ნადგურდება შეუქცევადად. და ეს შეუქცევადობა ბუნების დაზიანების ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ფურცელი, რომელსაც ავიცი, მოაწერ და უცებ, მერე გადაიფიქრება, ან მიხვდები რომ შეცდომა დაუშვი და მერე მეორე ფურცელს მოაწერ, რომელიც იმას გააუქმეს. ანუ ბუნებას რომ ჩააბეტონებ, რომ ჩამოთლი, ხეებს ჩამოყრი. დამთავრდა. და უბრალოდ იტყვი რომ არასწორად მომსuliაო, მეორე დღეს ის თავს ვერ აღიდგენს, ამას სჭირდება წლები. ნამდვილად. და ასევე სჭირდება საზოგადოებას წლები, რომ გამოვიდეს ერთი იმ ძალიან მძიმე გამოცდილებიდან, რომელსაც ის ძალადობის გამოცდილება ეს და ტერორის გამოცდილება, რომელშიც მოსახლეობა წელიწადნახევარია ცხოვრობს ბალდაში. ეს არის დამცირების, შეურაცხყოფის, დაჩაგვრის ყოველდღიურობა, რომელსაც იქ ადგილობრივები ძალიან მძიმედ, მაგრამ ძალიან მტკიცე მორალური სიმტკიცით უმკლავდებიან. მაგრამ ის ფაქტი, რომ უმკლავდება და ის ფაქტი, რომ კარავში ზის დღეს ამ წუთას, როცა ჩვენ ამას ვლაპარაკობთ თბილისში, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს ან ადვილია, ან კვალს არ ტოვებს. ჩვენ ფსიქიკაზე, ჩვენ ჯანმრთელობაზე, ხო? ნამდვილად. და აი ზუსტად ასევე არ გამორიცხული, ანუ ასევე ტოვებს ამ კვალს ბუნებაზე. რომელიც ნადგურდება და რომელიც იცვლება, ოღონდ იცვლება უარესობისკენ. მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ მე რაცაც ვაკვირდები, მიაღწიეთ ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ამ ბრძოლაში და ამით პრინციპში ამოვწურავთ ამ თემას, როდესაც ფაქტობრივად აღიარა, მე თუ ვცდები შემისწორეთ. აღიარა გარემოს დაცვის სამინისტრომ მთელი შეცდომების წყება, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ რა. აი ამ რაღაცა გარემოს დაცვის სამინისტრო იყო თუ ადგილობრივი შეხვედრა, მე მახსოვს ეს პირდაპირ ეთერში იყო თუ რაღაცა ვიდეო ჩანაწერიც მახსოვს აი ამ საუბრის, სადაც ნუ იყო ეს, რომ ხო ეს ასე არ უნდა გაკეთებულიყო ეს შეცდომა იყო და მოსახლეობასთან უნდა გველაპარაკა. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა თუ ექნება ამ საკითხს, თავისთავად დადგება ძალიან მარტივი რამ. დაიწყებენ აი ამ ღობეების მოხსნას ერთ დღესაც დავინახავთ ამ ღობეებს იმ კანიონთან მახლობლად ერთმანეთზე დაწყობილს, გამზადებულს დიდ მანქანებზე შემოსადებად და უკან წასაღებად, ისევე როგორც დავინახავთ აი ამ რაღაცა იქ პატარ-პატარა მას რა ქვია, რაც შენობასავით რო გააკეთეს. შენობა კი არა პატარ შესანახისავით რომ აქვთ. იმასაც მონგრეულს და დავინახავთ იმას, რომ ბუნება დაუბრუნდა მოსახლეობას და დაემერე ამ მოსახლეობამ გადაწყვიტოს იმუშაოს სახელმწიფო მათთან, იმუშაოს მუნიციპალიტეტმა მათთან, იმუშაოს რა ქვია თამათ და ბუნების დაცვის ის რო არის, ხო? იმუშაონ ამ ხალხთან და მოიფიქრონ რაღაც ისეთი, რომლის გაკეთებაც განკერძოების გარეშე შესაძლებელია. რაღაცა თუნდაც თუ არ ვიცი ნავია თუ რაც არის საჭირო, მე როგორც ვიცი მაგალითად ძალიან განვითარებულია და პირიქით ხელის უნდა შეეწყოს მაგალითად თუნდაც აი ამ ცხენების ტურების გაკეთებას. ბალდაშიც ძალიან ამასი. უფრო ზოგადად რო ვიკითხო. თუ შეიძლება. თუ გინდა კიდე ამ საკითხზე რამე. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და იმიტომ ნახეთ ჩვენ ამ ბრძოლის წელიწადნახევრის მერე მოძრაობამ კი მოიპოვა მინისტრის მოადგილისგან ბატონი იური ნოზაძისგან ღია აღიარება იმისა, რომ მოსახლეობა არის მართალი, როდესაც
ის იბრძვის ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად. ჩვენ მან გვითხრა ბატონი იური ნოზაძემ, რომ სწორად ვიქცევით, რომ სამართლიანი არის მთელი ეს პროცესი, ეს თავდადება, მართლები ვართ, მაგრამ სასამართლოში ჩვენ გაგვამტყუნებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე. მოსახლეობამ, როგორც კი გაიგო ბალდის კანიონის გაიჯარების შესახებ, სასამართლოში შეიტანა სარჩელი დაცულ ტერიტორიების სააგენტოს და სამინისტროს წინააღმდეგ და ეს სარჩელი ეფუძნება პირველ რიგში იმ ფაქტს, რომ მოსახლეობისგან მალულად გაიჯარდა. ეხლა ეს რომ ჩვენ კი მაყურებელიც ალბათ და ჩვენ ვთანხმდებით დიდი ნაწილი საზოგადოებისა, რომ ეს სრულიად ამორალური, არაადამიანური ქცევა არის და დამოკიდებულება მართველი ორგანოების მხრიდან, მაგრამ ამასთან ერთად ეს არის კანონდარღვევა. კონსტიტუციის მიხედვით, რამდენიმე ჩვენი ქართული ადგილობრივი კანონის მიხედვით და ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და კანონმდებლობით. ეს არის ცალსახა კანონდარღვევა. როდესაც ადამიანს, რომლის უშუალო საცხოვრებელი გარემო შეცვლას აპირებ, შენ არათუ რთავ ამ საკითხების ანალიზში, არამედ არც კი აგებინებ. ამას ეფუძნება ბალდის მოსახლეობის სარჩელი, რომელიც ასევე უნდა ვთქვათ, რომ წელიწადზე მეტი ხანი არ ინიშნებოდა მოსმენა, შემდეგ რამდენიმე თვის წინ ჩაინიშნა მოსამზადებელი სხდომა და ამ სხდომაზე სოციალური ჩვენი მხრიდან, ანუ ბალდის მოძრაობის მხრიდან, ჩვენმა ადვოკატებმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დააყენეს წინადადება, რომ ექსპერტებიც იყვნენ დაკითხულები სასამართლო პროცესზე, გარემოს დამცველები, რაზეც სასამართლომ თქვა ვიმსჯელებოდა იმის შემდეგ აღარ ჩანიშნულა სხდომა. ეხლა ამას რატო ვახსენებ, ხო? იმიტომ რომ ამ სარჩელს, იმიტომ რომ ეს არის ერთის მხრივ თეორიულად ჩვენ ხო უნდა გქონდა ხა სადღაცა სამართალი ხო უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს სარჩელი არის არგუმენტირებული, მას ზურგს უმაგრებს როგორც გარემოსდაცვითი არგუმენტები, ისე კულტურული, ისე სოციალური, არის მოსახლეობა, რომლის 80%-ზე მეტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მან არ იცოდა პროექტის შესახებ და კანიონის გაიჯარების შესახებ და ის წინააღმდეგია ამ პროექტის. გვაქვს სასამართლო, ხო, სადაც სადღაც ეს სიმართლე ხო უნდა გამოირკვეს. საჯაროდ ვლაპარაკობთ და იგნორირებული არის პროტესტი და სამინისტრო დესტრუქციულ ძალას გვეძახის, რის გამო არ ვიცით, თავს, ამის არგუმენტი მას არ მოყავს, უბრალოდ გვეძახის. მეორეს მხრივ, იქ ადგილობრივი კომპანიას კანიონ 350, მერკვილაძის და ვალერია მჭედლიძის კომპანია ყოველდღიურად ატენდრორებს მოსახლეობას, ოღონდ ის კი არ არის, რა ქვია, ხატოვნად კი არ ვამბობ, არის ორი სისხლის სამართლის საქმე, ფიზიკური ძალადობის გამო, რომელიც უშუალოდ კომპანიის დირექტორმა ჩაიდინა მოსახლეობის მიმართ და ის არის ბრალდებული ორ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს და გარდა ამისა კომპანიის თანამშრომელი ამ ზაფხულს 11 ივნისს დანებით და სანადირო თოფით დაესხა თავს საპროტესტო კარავს და მოძრაობის წევრებს. ანუ მოსაკლავად გაიმეტა ხალხი, რომელიც წელიწად ნახევარია ზის კარავში. და ეხლა ეს თან რისთვის ის ამას კითხვას ესაც ხო უნდა დავსვათ, ხო? ანუ რას ითხოვს ეს მოსახლეობა? მოსახლეობის ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობა. და აღდგეს სამართლიანობა არა დაყვავების ფორმით, რომ შენ კარგი ხარ, რა კაია ამ საქმეს რო აკეთებო. არამედ საქმით გამოსწორდეს ის, რაც გამრუდდა კანონდარღვევით. ანუ კანონდარღვევით გაცემული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდეს. დაუბრუნდეთ ჩვენ, არა მარტო ბალდები, მთელი საზოგადოება დაბრუნდეს წერტილში, სადაც ეს კანონი არ იყო ჯერ დარღვეული. და თუ ამ კანიონში რამე უნდა გაკეთდეს ისე, როგორც სამართლიანობა და ასევე ადამიანობა და მორალურად სწორი საქციელი მოითხოვს. ანუ პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხოთ, ხალხო, რა გჭირდებათ? ეხლა შენ აქ რო ცხოვრობ და აქ რო გინდა აქ დარჩენა, შენ ეკონომიკურად, კულტურულად, სოციალურად რა გაგაძლიერებდა?
და აი ამას, აი ამ კონცეფციას სინამდვილეში ემყარება ეკოტურიზმის გაგება. ეკოტურიზმი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ტურიზმისგან, რომელიც შეიძლება სადღაცა ქალაქში ასფალტზე დააშენო რაღაც ატრაქცია. აი ამ მიდგომისგან იმით განსხვავდება, რომ პირველ რიგში ადგილობრივს ეკითხება, რომ მე და შენ ერთად როგორ მართოთ ეს ძეგლი, ისე რომ შენ გაძლიერდე, რომ შენ იყო სრულფასოვანი მასპინძელი. და არა სერვისის გამწევი და არა ხაჭაპურის გამყიდველი იქ სადღაცა. ხა მე ხაჭაპურის გაყიდვას კი არ ვერჩი, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა აპატარავებს, ავიწროვებს ადგილობრივ მოსახლის როლს, რომელიც სინამდვილეში იქ არის მთავარი კულტურული ღირებულება, ხო? ანუ ჩვენ ხო არ შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, რომ ხო არ შეიძლება რომ ესე მოვგლიჯოთ. ისედაც მოგლეჯილები ვართ, ხო, ამ ბუნებრივ რესურსებს, ამ ბუნებას ზოგადად და იმის მაგივრად, რომ ჩვენი ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პირიქით იქ ჩვენი ფესვი გააძლიერონ, იმ ადგილას, სადაც არ გვინდა სინამდვილეში იქიდან წამოსვლა რა. აი, იმის მაგივრად, რომ ხელით შეგვიწყოს, გვართმევს ამ ფესვს, გვართმევს, გვირთულებს იქ დარჩენას. აი, ბალდის კანიონივით და სოფელი ბალდასავით ადგილებში ის ვინც რჩება აი ამ ძალიან უთანასწორო ეკონომიკური პირობების მიუხედავად გაღარიბებული რეგიონების მიუხედავად და იმის მიუხედავად რომ ფაქტობრივად არაფერი არ კეთდება ადგილობრივი წარმოებების გასაძლიერებლად აი კიდე ადამიანები მართლა ხავს ეჭიდებიან ხშირ შემთხვევაში რა იმისთვის რომ არ წავიდნენ იქიდან სადაც უყვართ და რადაც ცვლიან თავს ამაზე უარი არ თქვა. და იმის მაგივრად რომ აი ეს პროცესი გაადვილოს, ხელისუფლება ართმევს აი ამ ხავს. განვითარების, რეალური განვითარების პერსპექტივას ართმევს. იმიტომ რომ შენ თუ სიტყვაზე ხარ ბალდელი, რომელსაც წარმოგედგინა რომ იქ ცხენის ტურს გააკეთებდი, როგორც შენ ახსენე, ხო? პატარა საოჯახო სასტუმროს გააკეთებდი და კიდე რაღაცებს გააკეთებდი, იქ ძალიან ბევრი იდეა ხა. ვინმე რომ ჩამოვიდეს და ბალდის საპროტესტო კაროში დარჩეს ერთი დღით და ადგილობრივებს კითხოს, რომ თქვენი აზრით აქ რისი გაკეთება შეიძლებოდა, იცით რამდენი იდეას იტყვიან და ეს იდეები სულ არის განათლებაზე, კულტურულ ღონისძიებებზე, ეკონომიკურ ნამდვილ რეალურ განვითარებაზე ორიენტირებული. მაგრამ ამ ხალხს ჯერ ერთი არავინ ეკითხება და თუ ეს ხალხი ძალით მიიტანს თავის სიტყვას სადღაცა, აჩუმებს, ეუბნება რომ არ მესმის შენი. და აი ეგ არის ხა რატო ვუბრუნდები ხა ცოტა შორს შეიძლება წავედი მაგრამ სინამდვილეში მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ეგ გვითხრა რომ ხალხო მე თქვენ ადამიანურად გეთანხმებით ოღონდ მე იმიტომ რომ წარმოვადგენ იმ სტრუქტურას რომელსაც წარმოვადგენ და იმიტომ რომ ვარ იმის ნაწილი რასაც შენ კორუფციას ეძახი მე შენ სასამართლოში სადაც შენ სიმართლის გამოსარკვევად გინდა წასვლა აი იქ მე ვარ შენი მოპასუხე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ დაგამარცხო, რომ შენ მტყუანი გამოგიყვანო. ოღონდ მე შენ გეთანხმები. აი ეხა, აი ამ პარადოქსში სინამდვილეში მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ იმ იმედს, რასაც შენ გიგა და ან როგორც ვიღაც სხვა შეიძლება დაინახოს ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ არა, მე სხვა რამეს ვამბობ, ნახეთ, ამ ყველაფერს მე ვფიქრობ და ეს ალბათ კიდევ ერთ ახალ საკითხს შემოიტანს. ეს ყველაფერი კავშირში არის უფრო ზოგად პოლიტიკურ საკითხთან, ხომ? და ამაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ანუ ჩვენ თუ მივიღეთ ის რომ ხელისუფალი იმგვარ ძალაუფლებაშია, რომ მას არც ერთი წამით არ ეშინია ამ ძალაუფლების თუნდაც ელექტორალური საკითხის, ანუ ესეთი რაღაცეების რიდი თუ მას არ გააჩნია, მაშინ ხო, შანსები რა თქმა უნდა ნაკლებია, ესე გეტყვის პირდაპირ გარემოს დაცვის სამინისტრო, რომ შენ მართალი ხარ, მაგრამ არ ხარ მართალი რა. თუ ეგეთ ჩვენ მაგალითად ჩემთვის რა მთელი ეს ზოგადი პოლიტიკური საკითხი რა, ანუ ამაზე დგას, ჩემი საფიქრალი, ანუ ჩემთვის საფიქრალი არის, ჩვენი გაფიცვები, ის გარემოს დაცვითი ბრძოლები, ის გამოსახლების საკითხი და ასე შემდეგ, რომ მე ვიცი, რომ კი ამბობენ ახლა ჩვენი ესენი რა ქვია, სხვადასხვა ნაცნობები და მეგობრებიც, რომ ქართული ოცნების ეს ბრძოლა არ უნდა ის მხოლოდ ნაცებს ებძვის, ის მხოლოდ ლიბერალებს ებძვის, ის რაღაცა დეკოლონიზაციას ახდენს თუ რაღაცა აი ამ ბევრი მათგანი გაეხვა, ხო, ჩემი აზრით ამ პროპაგანდისტულ ბადეში, მაგრამ ჩვენთვის ეს ასე არ არის
ქართული ოცნება არის ჩემი აზრით მთავარი კოლონიზატორი ამ ქვეყნის, მას უნდა კოლონიზაციურ წილებში მისი წილი გაიზარდოს და უფრო მეტად განკარგოს ის, რომ ხვალ რაჭის-ტყეები ისევ ვინმე რუსს გადაეცეს, ეს რა ქვია ანაკლის პორტი ჩინეთს გადაეცეს და ნაწილი კიდე ნორვეგიასაც გადაეყოს კიდე ზემოდან, ანუ საბოლოო ჯამში ჩემთვის ეს წინააღმდეგობა, რომელსაც უფრო ფართოდ ვაწყდებით და ნებისმიერ სხვა ადგილზე ვაწყდებით, ნიშნავს იმ წინააღმდეგობას, რომელმაც უნდა დაიცვას წესითა და რიგით ის, რომ მოსახლეობა უნდა დაიცვას იმისგან, რომ ძალაუფლება რკნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რკნის და ამ ძალაუფლებას, რომელსაც ახლა მოიპოვებს ხელისუფლება ლიბერალებთან ბრძოლაში თუ ნაცებთან ბრძოლაში, საბოლოო ჯამში მოსახლეობის თითოეულ მოქალაქე იგრძნობს ამას. იმიტომ რომ მოვა დრო და მართლა საერთოდ ანუ ნელ-ნელა ჩვენ ვაწყდებით, ხო? ნელ-ნელა კრუკედელი აღიმართება, როგორც კი გაფორმდება ავტორიტარიზმი, როგორც ასეთი და მეც საკმაოდ ვფრთხილდები ამ სიტყვის გამოყენებას, ხო? ისევ ვამბობ, რომ როგორც კი გაფორმდება, ამას კიდე ჭირდება დრო, ეს ნამდვილად არ არის ავტორიტარიზმი, ხა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ჩემი შეხედულებით. ამას ეს ტენდენცია, რომელიც აქეთკენ მიდის და ეს არ არის როგორც თავში დავიწყე, ეს ევროკავშირის საკითხი და იმის საკითხი კი არ არის, ეს არის უბრალოდ იმის საკითხი, რომ ვიღაცა მართლა ძელეცები, დავარქვათ კაპიტალისტთა კლასი, დავარქვათ ბიზნესმენები, ჩინოვნიკები, მათი ახლობლები, მერე მათი შვილები, რომლებიც ამ ძალაუფლებრივი ამბიციებით დადიან, გაძლიერებული კრიმინალური პოლიცია, გაძლიერებული სხვა ტიპის პოლიცია, გაძლიერებული სპეცსამსახურები, აი ეს ყველაფერი გადავა მასზე, ვინც აი ახლა იძახის მაგალითად, რომ მე აქციაზე არ გავალ, იქ ლიბერალები დგანან. აი იმ ადამიანს მოუწევს, რომ ხვალ უცებ რაღაცა მანქანით რომ მიდიხარ და ვიღაცას რომ შემთხვევით და უსიგნალო და ემანდ რომელიმე ჩინოვნიკის შვილი არ აღმოჩნდეს, აი თქვენ მერე ნახეთ ესა რა ქვია ნაცები და ესა რა მიშიზმი რა გაცოცხლებული, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად აი რასაც შენ ახლა ნინო ყვებოდი, ჩვენ ვინც ამ გარემოსდაცვის საკითხებს ვაკვირდებოდით, შრომით საკითხებს, სოციალურ საკითხებს, კოლექტიურ უფლებებს, ხო? ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრად ადრე, რომ ესენი ნაცები არიან. ჩვენ ეს ბევრად ადრე დავინახეთ. ანუ ბიძინა ივანიშვილი რომ თავარი მიშისტია, სინამდვილეში ეს ჩვენ ბევრად ადრე დავინახეთ. იმიტომ რომ, იგივენაირად ეპყრობოდა იმას, რაც ადამიანის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესია, ესეც ისევე ეპყრობოდა როგორც ის. დანარჩენი ეფემერიკა იყო. ეხლა ამ ეფემერიკაში აურია უკვე რაღაცა რა, აქ ის ქონდა, რა ქვია, კანონს მიიღებდა, ევროკავშირში წავიდოდა, რაღაცას იზამდა და ესენი ყველაფერი. შენთვის რა რისკების მატარებელია ავტორიტარიზმი? გარემოსდაცვითი მოძრაობისთვის რა რისკების მატარებელია? მოდი არ დავარქვენ პირდაპირ ავტორიტარიზმს ამ შემთხვევაში და ვიტყვი, აი ის პროცესი რაც ხდება. აი ჩვენ ცოტა ისე რა ქვია ზედმეტ სახელად სინამდვილეში ვეძახით ხოლმე ამ ბრძოლებს, გარემოსდაცვით ბრძოლებს. ანუ რაღაცა თითქოს მივანიშნებთ, რომ გარემოსთვის მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბრძოლა ადამიანებისა საბაზისო უფლებებისთვის. და ეს არის ზუსტად საკითხი, რის გამოც არ შეიძლება ამ ტიპის ბრძოლები, ზოგადად პროტესტი დააპატარავდეს, ახლა საქართველოში რაც მიმდინარეობს, ეთვეში მიმდინარეობს, დააპატარავდეს აი ამ ძალიან ზედაპირულ ჭრილში, ახლა ვიღაცა ნაცია ქოცია თუ ის არის თუ ეს არის რა. იმიტომ რომ სინამდვილეში ამ ბრძოლით, ბალდაში მაგალითად მიმდინარეობს ბრძოლით, რისი მოპოვებაც ხდება, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრეცედენტის მოპოვება. და ეს მონაპოვარი არ შეიძლება დაპატარავდეს რომელიმე პარტიაზე ზოგადად. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ვერ იქნება უბრალოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიულ პოლიტიკას მიბმული. ეს არის მიბმული, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ შენ სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, შენ ვინც არ უნდა იყო ხელისუფლებაში, მოდი ხარ და მაგდებ ჩემი სახლიდან. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხი. რომელიც სამწუხაროდ ეს პრაქტიკა
არის დაწყებული წინა ხელისუფლების დროს რესურსების ამ ტიპის განკარგვა, მათ შორის პრომეთეს ძეგლის გახსნა თუ გახსოვთ, როგორი პომპეზურობით იყო, რამდენი სინამდვილეში მაშინ რამდენი კვლევისა თუ ჩაღრმავების გარეშე გაკეთებული პროცესი იყო და როგორი იქცა ეგ ტენდენციად. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ სამწუხაროდ ეს არის და რომ ქართულმა ოცნებამ არათუ გააჯანსაღა და არათუ შეცვალა ეს მანკიერი პრაქტიკა, არამედ სრულიად კომერციულ ლოგიკას დაუქვემდებარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის ბუნების ძეგლების მინიმუმ მართვა. სამწუხაროდ დღეს დაცულ ტერიტორიების სააგენტო ოპერირებს როგორც ჩვეულებრივი კონკურენციაში მყოფი ტურისტული სააგენტო, რომელიც არის ორიენტირებული შემოსავალზე, არის კონკრეტულ ტურისტების კონკრეტულ კატეგორიაზე ორიენტირებული და ის სრულად უგულებელყოფს საერთოდ ადამიანის უფლებებს კი არა, ამ ადამიანების იქ არსებობას საერთოდ. არათუ მათ ღირებულებას, არათუ მათ კონსტიტუციურ უფლებას. და ამიტომ მგონია, რომ ეხლა ჩემი გამოცდილებით რასაც ვხედავ, ეხლა გარემოს დაცვის ბრძოლები იმიტომ კი არ არის საქართველოში, რაც მიმდინარეობს რაღაცა ყველაზე ისეთი, რა ქვია, ფართო ინფორმაციის მომცემი, იმის გამო კი არ არის, რომ ბუნებას უკავშირდება. არამედ იმიტომ, რომ ამ საბაზისო უფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში ვლინდება კორუფციაც და ავტორიტარიზმიც. და აი ძალაუფლებრივი მიმართება და ძალაუფლების ზრდა ყველაზე მკაფიოდ ჩანს და ვერ მოგატყუებს. ზუსტად შიშვად ჩანს ეს, ანუ საკუთარ ტყავზე გრძნობა ამას. და თან სარგებლობს იმით, რომ მისი გადმოსახედიდან შენ მარგინალური ჯგუფი ხარ. შენ სხვაგან ხარ, შორს ხარ, შენ არ ხარ ამ ქალაქური ელიტების ნაწილი, რომლებიც ამოვი რაღაცა იქ ინფლუენსერები ყავთ და ტელევიზიებში ივლიდნენ, ხო? შენ ხარ რაღაცა შენი პატარა შიდა მეურნეობა ყავს და პრინციპში ხო, რავი, არც გამოცდილებაც არ გაქვს, ხო? შენ ამ რაღაცა ტელევიზიებში სიარულიც და იმის, რა ქვია, საერთოდ წინააღმდეგობის ეს ხო ახალი დაწყება, ეს ხო, ანუ პრინციპში იყო, როგორც წესი შრომითი იყო ხოლმე გაფიცვებზე, როგორც წესი, მე რიონის ხეობის მოძრაობამ ეს რაღაცა გიგანტურ ტალღად აქცია და დაგვარწმუნა იმაში, რომ შეიძლება ცენტრიდან კი არა, ანუ უფრო ცენტრს მიღმა დაიწყოს რაღაც უფრო დიდი, ისეთი, რასაც წინ ვერ დაუდგება ვერანაირი ძალაუფლება. კი ბატონო. ეს საინტერესო პასაჟი არის ზოგადად. ახლაც. ზუსტად. და ამიტომ როგორ არის იცით, რომ ის ხალხი, ვინც ასე თუ ისე ჩართულები ვართ, ხა ზოგი უფრო ახლოს, ზოგი უფრო შორიდან ამ ბრძოლაში რომ გავაძლიეროთ ადგილობრივ მოსახლეობას. სიამოვნებაში ეს ბრძოლები არის ჩვენი ხალხის გაძლიერებისთვის მიმდინარე ბრძოლები. რომ ადამიანები, რომლებიც გამოიჩენენ სიმამაცეს და ამას ძალიან დიდი სიმამაცის გამოჩენა სჭირდება სინამდვილეში, რომ სადღაცა რომელიღაცა სოფელში შენ შემოიკრიბო ხალხი და პირობა დადოთ ერთმანეთთან, რომ აი ამ ღირებულებისთვის ეს არის კანიონია თუ დინარი თუ რაც არის, ჩვენ ვაპირებთ რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და ამას აკეთებს სადღაცა შორს და შენ არანაირი სინამდვილეში არც მედიის მხარდაჭერა გაქვს მაგ ეტაპზე, არც რომელიმე პოლიტიკური კლასის და არც შეიძლება საზოგადოებასაც ვერ აწვდენდნენ შენს ხმას. აი ამ პირობებში თქვა, რომ არაუშავს მე ვიცი რისთვისაც ვიბრძვი და მე ამისთვის ვიბრძოლებ. ეს არის ფუნდამენტურად ამ ქვეყნის დემოკრატიული პროცესისთვის ბრძოლა. აი ამ პროცესისთვის, ოღონდ დემოკრატიისთვის როგორც ლამაზი სიტყვისთვის, რომელსაც სადღაცა დავწერთ და ვიამაყებთ კი არა, არამედ ცხოვრებაში შემდგარი დემოკრატიისთვის ბრძოლა არის ეს. და ამიტომ არის რომ, აი მაგალითად ამიტომ არის რომ მათ შორის რუსული კანონით სინამდვილეში ხელისუფლება ებრძვის ადგილობრივ მოძრაობებს. და ხა იტყვის ვიღაცა რა შუაში ის ხო NGO-ებს ებრძვის. მაგრამ სინამდვილეში თუ ეს ადგილობრივი მოსახლეობები, რომელსაც ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად უწევთ ამ ტიპის ცხოვრების დაწყება და ეს მართლაც სხვა ცხოვრების დაწყებაა რა, იმიტომ რომ უნდა მიატოვო შენი ყოველდღიურობა. რასაც აკეთებდი, ის გვერდზე უნდა გადადო და უნდა დაჯდე სადღაცა კარავში და გარეთ თოვდეს და შენ იყინებოდე. და ამას აკეთებდა სიამაყით და სიმტკიცით. აი ხა ასეთი ცვლილება რო გიწევს შენ ცხოვრებაში და შენ აღარ გეგულებოდეს მოდი ექსპერტიც კი ვიღაცა ნეიტრალური რომელსაც აქვს ცოდნა გარემოსდაცვის საკითხებში, აქვს ცოდნა კულტურულ საკითხებში და ორ სიტყვას მოგაწევს რომ შენ ამ ბრძოლაში გამაგრდე. სინამდვილეში ეს
აი ეს ცვლილებები, ეს სახელმწიფო პოლიტიკა ზუსტადაც რომ იმ ადამიანებს ასუსტებს, რომლებიც ასე შიშველი ხელებით გამბედაობის და უბრალოდ თავდაჯერების ფასად, სიმართლის ფასად, და სიმართლის თქმის ინსტრუმენტით მარტო ერთვებიან ასეთ გადამწყვეტ ბრძოლებში. ეხლა ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ ის, რომ ეს უკვე გამოჩნდა სხვათა შორის არჩევნებამდეც ჩანდა. როდესაც შუქრუთელებს უჩივლა კომპანიამ სასამართლოში საბაბით რომ ისინი აჩერებენ, საკუთარი პროტესტის აჩერებენ მუშაობას ჯორჯიან მანგანეზის შესაძლებლად. აი ეს მართლა უპრეცედენტო იყო რა, ამ თვალსაზრისით ხა ჩვენ ყველანი ძალიან გაფაციცებით ვაკვირდებოდით ხო ამ პროცესს, რომ სასამართლომ მიიღო ეს არჩელი და მივიდა მოსმენებამდე და დაჯარიმებამდე და იქამდეც კი მივიდა, რომ ის ხალხი დააჯარიმეს, რომელიც საერთოდ არც კი ყოფილა იმ პროტესტზე. რას ნიშნავს ხო ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი მორალურად მე ამ ბრძოლებს ვერ ვტეხ. იმიტომ რომ ეს ხალხი ან თეთრი ჩავზე ამბობს რა, რომ მართალია ჩანს ეს და ვეღარ იმალება. რომ ადამიანი რომ ამბობს, რომ ნუ მართმევ ჩემს სახლს, იმას ვერ უყენებ დიდად ძლიერ არგუმენტს. ეხლა ომი გინდაოს ვერ ეკითხები მთლად, მაგრამ სანამ სუსტია შემიძლია დავიჭირო და თუ მექნება პოლიტიკური ძალაუფლება და თუ ამას გავამყარებ იმით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს თუ რაღაცა ყველანაირ კრიტიკულ აზრს გავაქრობ, შემდეგ ერთ-ერთზე ვჩები უკვე შრომელებთან და სხვებთან და იქ უკვე შემიძლია თავისუფლად გავანეიტრალო. ნებისმიერი გაფიცვა იქნება თუ სხვა, იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ, მათ ეხა ჭირდებათ მეტი ჰესი, მათ ეხა ჭირდებათ ის რომ ფასები რომ გაიზრდება, შრომელმა არ დაიწყოს აქ რაღაცა საგაფიცო პროცესი, ეს ყველაფერი უნდა რაღაცნაირად გააუქმონ და ჩემი აზრით ჩვენ ამ ტენდენციას ვუყურებთ 1000 საფარქვეშ, 1000 პროპაგანდის მიღმა, ეს ყველაფერი იმალება, ვისაც ამის არ ჯერა, ან თავისი ინტერესი აქვს ამ ინფრასტრუქტურაში, ან უბრალოდ რაღაცა ვეღარ აღიქვამს საკითხებს. აი მე ბოლოსკენ ესეთ კითხვას დავსვამდი რა, ყველა ჩვენგანისთვის. აი როგორ წარმოგვიდგენი, აი ძალიან ზედაპირული კითხვა არის ერთი შეხედვით რა, მაგრამ კარგი გამხსნელი, აი როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში 220 ჰესი. ისევ ამბობ რა, ანუ ჰესების გარდა კიდევ უამრავი სხვა პრობლემა გვექნება. უბრალოდ ეს არის, აი როგორ ყვითლადაც ისინი ამას გვასაღებენ, რომ აქ ქვეყანა აშენდება 220 ჰესით, აი ასევე ზედაპირულად მინდა რომ ეს კითხვა დავსვათ, როგორც დასაწყისი საკითხებისში ჩაღრმავებისა. და ეხლა რატო ვამბობ ამას? ეს 220 ჰესი და აი რატომ აქ ხოლმე რა გულის ტკივილი იმაზე, რომ ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, რაც რეგიონებში ხდება და იმ ბრძოლების შესახებაც არ ვიცით, რაც ჩვენამდე ვერ აღწევს ეს ხმა. განა არ არსებობს წინააღმდეგობები, ვერ ვიგებთ. და აი მაგალითად აი პატარა ის გავაკეთოთ რა, ტური მოვუფიქრეთ, აი არ ვიცი რაღაცა უბედურების ტური მოუწყოთ ჩვენს თავებს და წავიდეთ და ვნახოთ დარიალი ჰესი. და ვნახოთ შუახევი ჰესი. და მე ეხლა ვნახოთ თერგში რა რაოდენობის წყალი მოდის, ჩვენი თვალით ვნახოთ და ვნახოთ გამხმარი გარემო. და იქ პირველივე შემხედრს და მეორეს არა, პირველივე შემხედრს ვკითხოთ, როგორ შეიცვალა მოსავლიანობა მიწის. და მე წავიდეთ შუახევი ჰესზე და მოусმინოთ ახლა იქ ადამიანიცით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეკავს, რომ ძლიერი წვიმა არის მოსალოდნელი და სახლიდან გადიო. იმიტომ რომ ის სოფელი უკვე დგას გახლეჩილ მიწაზე ამ ჰესის მშენებლობის გამო. და არავინ არ იცის, როდის ჩამოინგრევა. და მშობლები ამბობენ, რომ ზაფხული რო დგება მიხარია, იმიტომ რომ ჩემი შვილები სხვაგან მიდიან დასასვენებლად და თუ მაგ დროს მოხდა ეს კატასტროფა, ის თვეები მაინც ჩემი შვილები აქ რო არ არიან, მშვიდად ვარ. ეხლა ნახეთ, აი ხა ამ ორ ამბავს შევხედოთ მარტო და გეუბნებით, რომ კიდე უარესებიც ხდება რა. და ეხლა აი ეს ორი ამბავი ავიღოთ და მე ჩვენს თავებს ვკითხოთ, რა მოხდება, რა მოგვივა ჩვენ. ამ ქვეყანაში აი ამ მეთოდებით, როგორც ერთი ჰესი აშენდა, მეორე კიდევ შენდება, აი ესე უპასუხისმგებლოდ და ანტისახალხო კი არა, აი პირდაპირ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პროექტებით და ლოგიკით, რომ უნდა გქონდეს 220 ჰესი 4 წელიწადში ხო 20-30-ისთვის ჩვენ სად ვიქნებით და მე მგონია რომ ბევრი ჩვენი მეგობარი ვერ იქნება აქ და შეიძლება ჩვენც დიდწილად აღარ დაგვედგომებოდეს და
აღარ დაგვედგომებდეს, იმიტომ რომ ის მიწა სადაც უნდა დადგე პირდაპირ მნიშვნელობით აღარ იყოს. და აი ამას მე მგონია რომ აი გრძელვადი როგორც დასაწყისში ვამბობდით რა ეს კორუფციის ინფრასტრუქტურას აქვს ფესვები და ეს ფესვები ძალიან გაიზარდა ბოლო წლებში და ძალიან გაიტოტა. აი ჩვენ ასევე მომავალში უნდა შევხედოთ როგორ ტოტებს გამოისხავს ეს კორუფცია. და როგორ ტოტებს გამოისხავს, როგორ ძლიერ, როგორ ناقობს მოგცემს მართლა ჩვენთვის. იმიტომ რომ უპასუხისმგებლოდ ხალხის ესე მგონია ხოლმე ხალხის სიძულვილით არის რა ეს პროექტები მოფიქრებული და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება რომ დასრულდეს ხალხის კეთილდღეობით და ვერ შეიძლება რომ იყოს განვითარება. ეს არის განვითარების წინააღმდეგ, ეს არის განადგურების პოლიტიკა და ეს განადგურების პოლიტიკა კი ჩვენ ახლა გაგვიმართლა ძალიან თბილისში რომ ერთმანეთი გვყავს. რომ ამდენი ხანია ერთმანეთის გვერდით დგავართ, მაგრამ მგონია და იმედი მაქვს და მართლა ოღონდ ახლა ყველაზე მეტად მაქვს იმედი, ვიდრე როდის მე მქონია, რომ ჩვენ აი ამ ურბანულ ცენტრებში მაცხოვრებლები, რომლებიც აი გაბმული ვართ ამ სამსახური იმის, რა ქვია, სახლის საცობში დგომის იმაში, რა ქვია, დღის წესრიგში, იმედი მაქვს, რომ გავიხედავთ რა, ამ ქალაქებს გარეთ გავიხედავთ და მიხვდებით, რომ საქართველოს ვკარგავთ იქ. და მე აქ. მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნინო, მეც მგონია რომ საინტერესო კითხვა შეიძლება იყოს, როცა კაპიტალისტი, რომელსაც თავისი ქვეყანა აქვს, აპირებს რომ 260 ჰესი ააშენოს, რანაბიჯებს გადადგავდა ის წესით და მე მიხვდებით რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ პოდკასტში უკვე ნინო იქნება წამყვანი და ის მოიცავს სტუმარს და მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ ნინო მადლობა შენ, გამარჯვებას გისურვებთ, გამარჯვებას უსურვებთ ბალდის მოძრაობას და გამარჯვებას უსურვებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და უკეთესი საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა.